ერთად გამარჯვებისთვის ერთი დღე 26 მაისის აქციამდე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს იმის აღსანიშნავად რომ მოქალაქეები თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დემოკრატიული სახელმწიფოებრიობისთვის ბრძოლას არ წყვეტენ თბილისში მარში გაიმართება. 19 საათი თესეუს პირველი კორპუსის ეზო უნივერსიტეტიდან მოქალაქეები მსვლელობას პარლამენტამდე გამართავენ. აქციის ორგანიზატორები ამბობენ რომ პროტესტი საყოველთაოა და 26 მაისი მოქალაქეობრივი ერთიანობის დღედ უნდა იქცეს. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი თბილისში სახელმწიფო მდივანი კი ერევანში საქართველოში ამჯერადაც პიტერ ანდრეული ჩამოვიდა სომხეთს კი ვიცე-პრეზიდენტ ვენსის შემდეგ ხვალ მარკო რუბიო ეწვევა. თბილისში მყოფ დელეგაციას ჯერ კობახიძე, შემდეგ კი ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვდნენ რუბიოს ერევანში ვიზიტის მიზანი კი ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმებაზე ხელმოწერაა. ოპოზიციაში ამბობენ რომ ოცნების პოლიტიკური ნაბიჯების გამო საქართველოს რეგიონულ პროცესებს მიღმა საერთაშორისო იზოლაციაშია აღმოჩენილი. სომხეთი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას მაქსიმუმ 2 წელიწადში დაიწყებს ამის შესახებ ფაშინიანმა განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით ოფიციალურმა ერევანმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებისთვის მუშაობა უკვე აქტიურად დაიწყო და შესაბამისი კანონიც მიიღო. ეს იყო ისეთივე პატარა ოპერაცია, როგორიც საქართველოსთან პუტინის პროპაგანდისტი სიმონიანი უკრაინასა და საქართველოში რუსეთის შემოჭრას ერთმანეთს ადარებს და ამას სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უწოდებს. უკრაინასთან ომი დასრულდა 6 დღეში ამტკიცებს პროპაგანდისტი.